უახლესი გამოკითხვის თანახმად უნგრელთა უმრავლესობა მომხრეა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისა. ამ ნაბიჯს მხოლოდ 12% ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 2/3 კი აშკარად უჭერს მხარს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც იზრდება ჯარიმები და მკაცრდება სანქციები. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონის კიდევ უფრო გამკაცრება, უფრო საარჩევნო დაპირებაა, ვიდრე პრობლემის რეალური გამოსავალი. პირიქით, ალტერნატიულ საშუალებებს უფრო ექნებოდა აზრი. არსებობს ეფექტური პრევენციის პროგრამები. ჩემი აზრით, შედეგი ექნებოდა ინვესტიციის ჩადებას ნარკომანიით დაავადებული ადამიანების თერაპიაში და საზოგადოებისთვის შესაბამისი პროგრამების შექმნას. ეს არ ხდება უნგრეთში. ამისათვის არ არის გამოყოფილი სახსრები, არც მხარდაჭერაა. ნარკოტიკები ყველაზე თვალსაჩინო პრობლემაა განსაკუთრებით ღარიბ სოფლებში, სადაც ბევრი ადამიანი იყენებს იაფ, სინთეტიკურ და უკიდურესად მავნე ნივთიერებებს. გასულ კვირას ვიქტორ ორბანი ერთ-ერთ ასეთ ადგილს ეწვია. თქვენ იცით, რომ პრობლემა არსებობს, რადგან ნარკოტიკები ანადგურებენ ჩვენს ბავშვებს და არა მარტო. იზრდება ზრდასრულთა რაოდენობაც, განსაკუთრებით ამ ადგილებში. მე ვმუშაობ ამის შესაჩერებლად და სწორედ ამიტომ ვარ აქ. პრემიერ-მინისტრის კვალდაკვალ ჩვენც ჩავედით ტარნაჟადანიში, სადაც რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა, რომ რეიდების შედეგად აღარც ნარკომოვაჭრეები არიან და აღარც ადგილობრივები მოიხმარენ ნარკოტიკებს. არ მგონია ვინმე ნარკოტიკები გაყიდოს, რადგან ასეთ შემთხვევაში მას 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მე ისინი გასულ უქმეებზე პაბში ვნახე. ისხდნენ ერთად, საუბრობდნენ და სვამდნენ. მიხარია, რადგან გაქრა ყველა სახის ნარკოტიკი. ამ სოფელში ნამდვილად აღარ არის ნარკოტიკები, უბრალოდ ვერსად მოიძიებ. თუმცა ზოგიერთმა აღიარა, რომ სოფელში ჯერ კიდევ არიან ნარკომოვაჭრეები, თუმცა ერიდებიან მათზე საუბარს, რადგან ეშინიათ მათი. მსგავსი ვითარება ახლომდებარე სოფლებშიც. ჩვენ სოფელ ტარნაერში შევხვდით ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელმაც გთხოვა მისი სახე არ გამოგვეჩინა. მან გვითხრა, რომ ნარკოტიკის ერთი დოზა დაახლოებით 2.5 ევრო უჯდება. ტარნაერში დაახლოებით 1800 მცხოვრებია. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, აქ ახლა 11 ადამიანია, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ. მათ დრო გამოშვებით პოლიცია აკავებს. თუ ციხეში მოხვდებიან, მათ ადგილს ხვები იკავებენ. გასულ დღეებში ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით ლაზლო ჰორვატს, მთავრობის კომისარს ნარკოტიკების საკითხებში, რათა გვეკითხა, რეიდების გარდა გეგმავს თუ არა მთავრობა იმ სოციალური სიტუაციის მოგვარებას, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარებამდე მივყავართ. მაგრამ პოლიტიკოსმა უარი განაცხადა ეპასუხა ჩვენს კითხვებზე. ვერც პოლიციელები დავითანხმეთ ინტერვიუზე.